ხვალ 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ტრაგიკულად დაღუპვის დღეა. დღეს უკვე არავისთვის საიდუმლო აღარაა, რომ ამ ტრაგედიაში კრემლის ხელი ურევია და უშუალოდ ედუარდ შევარდნაძე და მისი დამქაშები, კერძოდ მამაშვილი რევაზ და თამარ ჩხეიძეები. საინტერესოა, როდესაც ავტოკატასტროფა ხდება, პასუხისმგებლობა ეკისრება მძღოლს, მაგრამ ამ შემთხვევაში თამარ ჩხეიძისათვის პასუხი არავის მოუთხოვია. რატომ? ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია. რეზო ჩხეიძის და საერთოდ ცნობილი კინემატოგრაფისტების შენგელაიების, ესაძის, ღოღობერძის, კოკო მუჩაშვილის, ჭანკვეტაძის და სხვათა დამსახურება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე ქართული კინოს განადგურება, რაზეც დღეს ვიშვიშებენ ეს ცნობილი სახეები. თუ ძალიან დაინტერესდებიან, იხილონ საიტზე თვალიჭი დოკუმენტური მასალები, რაზეც საუბრობენ ბატონი ალექსანდრე ჟღენტი და ქალბატონი მარინა კერესელიძე. 1994 წელს ხუნტამ გააუქმა კინოკონცერტი ქართული ფილმი და შექმნეს სააქციო საზოგადოება ქართული ფილმი. 94 წლიდან დღემდე სააქციო საზოგადოების წევრებს არ მიუღიათ არც ერთი თეთრი. მხედველობაში მყავს რიგითი წევრები. მიზეზი ხან სამეთვალყურო საბჭოს რომელიღაც შემადგენლობა, ხანაც დღევანდელი სააქციო საზოგადოების დირექცია, კერძოდ ბატონი დავით ნაცვლიშვილი. 10 დღის წინ ჩატარდა სააქციო საზოგადოება ქართული ფილმის აქციონერთა კრება მიტინგი, რომელზეც ერთადერთი საკითხი იყო გამოტანილი. გადააყენონ ქართული ფილმის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნაცვლიშვილი. თითქოს მან დაანგრია ქართული კინო. სამეთვალყურო საბჭომ კერძოდ გიორგი შენგელაიამ პირდაპირ დააყენა საკითხი, რომ ნაცვლიშვილის მოადგილეს მენაღარიშვილს ვერ შევეხებით, რადგან მთავრობამ დანიშნაო. ამიტომ მოვითხოვოთ, რომ გადადგეს ნაცვლიშვილი, რადგან მან გაყიდა ჩვენი კინემატოგრაფისტების ქონებაო. თითქოს რეზო ჩხეიძე არც არსებობდა კინოსტუდიის დირექტორად წლების განმავლობაში და ამ ერთი კაცის ნაცვლიშვილის კისერზეა ქართული კინოს განადგურება. ქართულ სახელმწიფოზე და ქართულ კინოზე მაშინ უნდა ეფიქრათ ცნობილ კინორეჟისორებს, როდესაც დაამხეს ხალხის მიერ არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და პრეზიდენტი. ზოგიერთი მათგანი კი იჯევანამდე მიჰყვა პრეზიდენტს და სომხეთის მთავრობას თხოვდა გადმოგვეცით გამსახურდიაო. თუ დიდი მნიშვნელობა არ ქონდა ზვიად გამსახურდიას ხელმოწერას გადადგომის თაობაზე, მას რატომ მიჰყვნენ იჯევანამდე? გრევათა განადგურება ქართული კინოს, ისევე როგორც საქართველოსი, 1991 წლის 22 დეკემბერს გავარდნილი ტყვია, რომელიც დღესაც მოქმედებს და იმოქმედებს მანამ, სანამ არ აღდგება კანონიერი ხელისუფლება, ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭო. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ ზვიად გამსახურდიას მიმართვებს. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი, უზენაესი საბჭო მოუწოდებს გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას, ასევე ყველა ქვეყნის პარლამენტს და მთავრობას დაგმონ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების ძალადობით დამხობა, პუტჩი საბჭოთა არმიის გამოყენება და ედუარდ შევარდნაძის სამარცხვინო ალიანსი დანაშაულებრივ ხუნტასთან. ამხილონ საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევები. თავი შეიკავო დიპლომატიური და ნებისმიერი სახის ურთიერთობისაგან, არა კანონიერ ხელისუფლებასთან. საქართველოს რესპუბლიკა არ არის პასუხისმგებელი ხუნტასთან დადებულ არავითარ ხელშეკრულებაზე. მეორე მიმართვა. ვინაიდან არავის აქვს უფლება დანიშნოს არჩევნები ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გარდა. ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ პირველი სესიის 13 მარტის ხტომაზე მიღებულ მიმართვაში მოუწოდა საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობას ხუნტის გადაწყვეტილებათა ბოიკოტისა, სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს. ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკაში ხელისუფლების უკანონო სტრუქტურების მიერ მიღებული საარჩევნო კანონი და ნებისმიერი აქტი არჩევნების დანიშნვის შესახებ იურიდიული ძალის არ მქონენ. არჩევნები უკანონოდ, არჩევნების შედეგები ბათილად. ხუნტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არჩევნების ჩატარების შესახებ არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს. არჩევნების დანიშნა შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, რომელსაც არ მოუხსნია უფლება მოსილება და აგრძელებს ფუნქციონირებას. ბატონი გოგი შვანია.